მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიდეთ ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახат პატიმრები განსაკუთრებით და ის ხალხი, ემიგრაციაში მყოფი ქართველი, ის ჯგუფი აქვს მამა გიორგი თეოდორაშვილის ნუგეშელები, წარმოიდგინეთ დღეს ეგრევე მახსენდება ხოლმე, ეს რო ხდება ხოლმე, როცა მამაო არის სტუმრად, თან მამაოს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და ძალიან მიხარია რომ მოიცალა და ჩვენთან გვესტუმრა რაღაცნაირად აი ისე რომ არც ვიცოდით, ესე ერთი თვის წინ შევთანხმდით ჯერ კიდე. აქ და თურმე გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და მთელი გულით ულოცა მამა გიორგის დაბადების დღეს ბედნიერება მამა დიდი მადლობა რომ ხართ გუშინაც მოგილოცით ეთერში და მეორე დღეა მოკლედ ჩემ ეთერში თქვენ დაბადების დღეს აღნიშნავ და დიდი მადლობა რომ ხართ მართლა მთელი გულით გილოცავ და თუ შეიძლება მამა პირველი კითხვა მინდა რომ ესე რაღაცნაირად დაგისვათ რომ აი ეს დაბადება რამხელა ბედნიერებაა და აი ისიც რამხელა ის არის რომ ამდენი წელი გვემატება და რაღაცა და რა უნდა გვიხაროდეს მამაო საერთო იმ ადამიანებს დაბადებისას აი რამდენი დაბადების დღეა საერთო ცხოვრება. პირველ რიგში მადლობა გიორგი, თუ მომცემ უფლებას, რომ თქვენი ძვირფასი ეთერის საშუალებით ჯერ შენ მოგახსენო, მადლობა, აქავე დავძენ რომ გადახდა არასწორია, გადაუხდელი ვალი გვაქვს ჩვენ ყველა ერთმანეთის. მოგახსენო პირველ რიგში შენ, შემდეგ იმ ადამიანებს, ვინც მომილოცა და ვინც არ მომილოცა, იმათაც რომ ამით რაღაცაზე დავფიქრდე რომ ეცადო ადამიანებთან ურთიერთობა გავასწორო, შევასწორო, დავხვეწო, რატომღაც ბევრ ადამიანს აქვს პრეტენზია რომ ბევრს უყვარვარ, ან სულ ყველას უნდა რომ უყვარდე, ანუ ყველას უყვარვარ, ესეთი რამე არის, მაცხოვარი არ უყვარდა ყველას და ჩვენ როგორ შეიძლება ყველას უყვარდეთ, ხო? ამიტომ აი პავლე მოციქულის, ჩემი საყვარელი მოციქულის სიტყვებს მოვიშველიებ, გიხაროდენ და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გიხაროდენ. ორგზის ამბობს პავლე მოციქული გიხაროდენს. რა უნდა მიხაროდეს? ის უნდა მიხაროდეს პირველ რიგში რომ ოდესღაც არ ვარსებობდი და ღმერთმა არსებობა მომანიჭა. თანაც საქართველოში ძვირფასი მშობლები მყავდა ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, ვინც იცნობდა ყველა და მეთანხმება ამაში. წინვალი ოჯახი მაქვს, რა ვიცი, ტაძრის წინამძღვარი გახლავართ, 5 შვილი მყავს, უამრავი ადამიანი მიყვარს და ვცდილობ რომ მათაც უყვარდე. მტრებზე მეტი მოყვარე მყავს. და ყოველ დაბადების დღეზე გიორგი მე გადავაულებ ხოლმე თვალს გავლილ ცხოვრებას და მადლობას ვწირავ ღმერთს ყველაფერი ამისთვის და ვთხოვ მადლიერებას გამოვხატავ და ვეტყვი უფალს რომ მადლობა უფალო რომ კიდევ მომეცი შანსი რომ ერთი წელი დამიმატე მაჩუქე და ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა ის შეცდომა ის ხარვეზი აღმოფხრა და უკეთესი მამა გიორგი ვიყო ვიდრე ვარ. ეს პირველი და მეორე რა უნდა გვიხაროდეს რომ სამწუხაროდ დაბადება სიხარულია, მაგრამ ყველა ვიცით რომ ცოდვათა შინა გშვა დედამან ჩვენმა, როგორც დავით მეფსალმუნი ამბობს, ხო? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დავით მეფსალმუნი ამბობს, რომ დედა ჩემი არ იყო პატიოსანი ქალიო. ყველა ადამიანი ცოდვილი ვიბადებით. უსჯულოებასა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა შვა დედამან ჩვენმან. ანუ ცოდვილი დავიბადე, მაგრამ ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა ინება ქვეყნიერებაზე მოსვლა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება და აი ეს მიხარია რომ ჩემი და შენი ღმერთის ნაკვალევზე დავდივართ, გადაწყვეტილება მივიღე რომ ვიყო ქრისტიანი და დამატებით სასულიერო პირი. ეს ცოტა უკვე რთულია. ჯერ მარტო ქრისტიანი რო იყო, ეს საკმაოდ რთულია. ახლა 21 საუკუნეში იყო სასულიერო პირი, ეს უკვე ჯვარცმა ფაქტიურად საკმაოდ რთულია, მაგრამ შენაირი კეთილი ადამიანების თანადგომით და პატიოსანი ადამიანების თანამლოცველობით, ნარიყალას მოძღვრების შენ კარგად იცნობ მამა ზაქარიას, მამა ექვთიმეს, მამა ზაზას და სულიერი მეგობრების, მოძღვრის, მამა გიორგი ზვიადაძის, ედი შერჭელიძის, მამა არჩილ მინდიაშვილის და ასეთი ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი მოძღვარი იყო და არის, მათი დახმარებით და თანადგომით ცხოვრება ხდება საინტერესო, ცხოვრება ხდება შინაარსიანი, ცხოვრება
საინტერესო არის. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ადამიანი გიორგი, რომელიც იტყვის, რომ რა უაზრო ცხოვრება, ან რაღა საქართველოში დავიბადე და რაღა ასე და რაღა ისე, მან არ იცის მისი დაბადების შინაარსს. ყველა ადამიანი ღვთის განგებულებით იბადება და ყველა ადამიანს აქვს თავისი მისია. აი, იგავი ტალანტებზე ერთ-ერთი ძალიან საინტერესო იგავია, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომელი და რამდენი ტალანტი მისცა ღმერთმა. თუ ადამიანმა ის ტალანტები თავის თავში ვერ აღმოაჩინა, ისე გავა მისი ცხოვრება გიორგი უნაყოფო ლეღვივით და მესამედ რომ მოვა უკვე სიბერეში ღმერთიდან ახავს რომ არანაირი ნაყოფი არ გამოიღო ძირშივე აი ივანე ნათლისმცემელი ძალიან კასრად ეუბნება ებრაელებს რომ ხის ძირში უკვე დევს ცული უნაყოფო ხე მოიჭრება. ყველა ქრისტიანმა თავის დაბადების დღეზე აი ეს ლეგვის იგავი უნდა გაიხსენოს. ლეგვის იგავი. და გადახედოს რამდენად ნაყოფი იმას კი არ ნიშნავს რომ ცოლი ყავდა შვილები. ეს ხორციელ ნაყოფზეა საუბარი, რამდენად აი თქვათ მოგცა ღმერთმა პოეზიის ნიჭი, მწერლობის ნიჭი, სპორტ, ფიზიკური ძალა გაქვს ძალიან ძლიერი ხარ, მაგრამ გეზარება ვარჯიში. უკვე არა ხარ შენ. კარგი ადამიანი. მაგრამ აქ როგორც მამები განმარტავენ, ჯერ სულიერ ტალანტებზეა გიორგი. აი მაგალითად გიორგი შენ ღმერთმა მოგცა, ხოლო არ გეფერები ტალანტი, რომ გადაცემა წაიყვანო. არ გეგონოს ახლა რომ მე რაღაცა იკმევ ან რევერანსი. ვიცი, იმიტომ რომ სამწამში ისეთ რაღაცა სიტყვი აღარ მინდა ხოლმე ამის თქმად, მაგითო რაღაცას წაუსიტყვი. მე მადლობას ვიღებ ღმერთს რომ შენ გადაცემაში მოვდივარ, შენ გიცნობ და შენთან მეგობრობ. მართლა აი შეიძლება ვიღაცას ახლა ეგონოს რომ ამა გიორგიმ რაღაცა კოჭები გაუგორა გიორგის, მაგრამ არა. აი შენი პირდაპირი უშუალო საუბრით იმდენი რაღაცა აღმომიჩენია ჩემ თავში ან სხვა ადამიანებში რომ წინასწარ საიდან იცი გულში მიფიქრია რომ გიორგი არჯობია რომ წამყვანი კი არა მოძღვარი იყოს მე ჩემში თქვა დაიმახსოვრე ესეთ ერის დაიმახსოვრე რომ შენ გახდები სასულიერო პირი გიორგი არ ვიცი შავ საღვთელოებაში თეთრ საღვთელოებაში მაგრამ შენ ბუნებრივი ნიჭი გაქვს ადამიანების ამოცნობის ამას სერიოზული ნიჭი ჭირდება. შეიძლება სასულიერო პირი იყო, მაგრამ ადამიანში სულიერი ხედვა არ აქონდეს. ვიცნობ ეგ. ხო და შენ რამოდენიმე წლით ადრე გარკვეულ სასულიერო პირებზე ხუმრობით თუ პირდაპირ მითხარი, არ დაგეთანხმე, მაგრამ არ შეგეკამათე, მაგრამ გავიდა წლები და დაფიქსირდა მათი შეცდომები. ხო, ეს არ არის პატარა ტალანტი. და თანამაშენ დადებითად იყენებ, იმიტომ რომ შენ რო იყო ახლა ეკლესიის მტერ ტელევიზიებში, წარმოიდგინე როგორი პოპულარული იქნებოდი ორმაგად, ხო? მაგრამ კეთილი გორიანება გაგაჩნია და ხარ დედა ეკლესიის წიაღში და მოყავ ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც ნამდვილად შენ კითხვებზე სწორად მართებულად პასუხობენ და მე პირადად მადლობელი ვარ, რომ დღეს თუ მამა გიორგი თეოდორაშვილის ვინმე იცნობს დადებითად შენი გადაცემების ძალიან დიდი ლომის წვლილი არის ამაში. მე მადლობას მოგახსენებ. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ჯერ მარტო ის რა დღირდა, რომ მამა დავით კონჯარიასთან ერთად, რომ ეს ჩვენც გაგვიკეთებია და იცი, ეს ხალხი ხედავს, რომ მოძღვარზე აუქს ამბობს. მოიცა ხიბლშია რა, ჯიპით დადის, ძვირფას სახლში ცხოვრობს. იმას კი არ ამბობენ, რას ქადაგებს, რა ღვაწლი აქვს იქამდე, როგორ მივიდა ადამიანი, ხო? მაგრამ რო დაინახავე, რომ მოძღვარს ულოცავს და დადებითად აფასებს, ეს არის ქადაგება, გიორგი. აი შენ გვერდზე რო დადე ჩემი მილოცვა, ხო? მაჩვენე რამდენმა ადამიანმა მოგვილოცა, ხო? ეს ქადაგება, მაგრამ ხალხი სხვა რამეს არის, გიორგი, მიჩვევა. ეხლა რომელიღაცა ტელევიზიიდან ჩემს რო უარყოფითი რაღაცები და უფრო მეტი მოწონება და ლაიქი ექნება ვიდრე იმას რომ აი ვიღაც სოდული მამა გიორგი დარასელია ულოცავს დაბადების დღეს, მაგრამ ხალხს კარგი არ უნდა გიორგი, ხალხს უნდა სულ რაღაცა ისეთი უარყოფითი ჩრდილოვანი მხარეები გაიგონ ეკლესიის მაღალი თუ დაბალი იერარქიის მოლოდინი ამისი აქვს. რომ აი გაიგე ამაზე ეს, აი ვერისუბლის მელოდიებში როა, ხო, აი თელი ამბების დასტა, ვიღაცა შეშამოუპარი, აი უკვე ჯერ სად არის ჩადებული წარმოიდგინე გიორგი, რომ ხალხი
ელოდება ცუდს და ჩვენ აი ადამიანი რომელიც ეთქოს რატო დავიბადე საქართველოში, რატო დავიბადე ქართული, აქ უნდა უკვე ეს ღვთისგმობაა გიორგი. როცა შენ არ გიხარია შენი დაბადების დღე. მნიშვნელობა არ აქვს ტიტულები გაქვს, რიგითი ხარ, წამყვანი ხარ, დეკანოზი ხარ, ადამიანი ხარ. აი ერთი პატარა პატერიკივით გეტყვით, ერთმა წმინდა მამამ სულიერ შვილს მისცა ასეთი კურთხევა. როცა შვილო მოწყენილი იქნებიო, ესე იგი ჯერ დაწერეო ერთ ფურცელზე დაწერეო რომ ცა ვარსკვლავები, ოკეანეები, მდინარეები, მთები, ტბები შექმნილია შენთვის. ერთი ადამიანისთვის შეიქმნა ეს ყველაფერი გიორგი. და მეორე ფურცელზე დაწერეო რომ კოღო, ბუზი, ღრიანკალი, ყველაფერი შეიქმნა შენზე წინ. ოდესაც მოწყენილობაში, მიმომწვილობაშიო ჩავარდებიო, ამოიღე მარჯვენა ჯიბიდანო ფურცელი და წაიკითხე რომ ხილული სამყარო, ყველა ეს სიმდიდრე ღმერთმა შექმნა შენთვის და დამშვიდებიო. მაგრამ როგორც კი გალაღდები და ამ პარტავნებაში ჩავარდებიო, ამოიღე და წაიკითხე რომ თურმე კოღო, ბუზი, მუხლუხო შენზე ადრე არის შექმნილი. და რა გაქვს შენ საამაყო, ხო? მაშინვე ეგოიზმიდან დაეშვები, ცოტა დაბლა დაეშვები, ხო? ხო, აი მე მაგალითად, ოდესაც მაქებენ სოციალურ ქსელში, ან გზაში, ან რაღაც, ხო, მახსენდება ჩემი ცოდვები, რომელიც მარტო ღმერთმა და მე ვიცით. მაშინვე ვიხსენებ ჩემ ცოდვებს, რომელიც ჩემმა მეუღლემაც არ იცის. არ ჩემაშვილებმა იცის, არავინ არ იცის, რომელიც მონანული მაქვს. ეგეთი ცოდვები. არა, ხანდახან მე ჩავდიოდი ხოლმე ცოდვებს გიორგი. ხო, მაგრამ ეგეთი ცოდვა რა გაქვს ახლა თქვენ მეუღლემაც რო არ იცის და უყურე გიორგი, ადამიანი, რომელსაც სინანული არ გააჩნია და არ ამბობს რომ ურჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემს არს მარადის ის კიდევ შესწოდავს. თქვათ რაღაცა მძიმე ცოდვა მქონდა ახალგაზრდობაში, ან მღვდლობამდე, ან გინდა წყდლობაში. და მე მაპატია ღმერთმა ჯერა რომ მაპატია, აბა იუდასავით სასწაულკეთილებაში კი არ უნდა ჩავარდე, რომ აი მე, ხო იცი, იუდამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, დააფიქსირა ცოდვა, აღიარა მღვდლებთან, რომ მართლის სისხლი მოგეცვითო, უკან დააბრუნა 30 ვერცხლი, მაგრამ აღარ ეყო რწმენა, რომ იმდენად ცოდვილი ვარ, რომ არ მაპატიებსო ამოჩი და წავიდა და რა გააკეთა, შიშთვილიბა. მაგრამ არც ის არის კარგი, რომ მე დამავიწყდეს, ვინ ვიყავი ქრისტემდე, ვინ ვიყავი მღვდლობამდე და ჩემი თავი აპატიეთ ზოგიერთმა მოძღვარმა ისიც ხომ ბავშვობიდანვე გამორჩეული ვიყავი, დედის საშოდან ამირჩია ღმერთმა და აი მამა, ნუ და არა, ეს სერიოზული ხიბლია. აქავე დავძენ, რომ ორი კატეგორიის საზოგადოება არის, ცოდვილები და ფარისევლები. ნუ ცოდვილებს ყველა ვხედავთ, რომ ცოდვილები არიან და არც ზოგი ბაღში რომ არ ხულობ. არც მარავენ რა, ხო, აი ხაჭაპურს მეირთმევ. ყველაზე მაგარი იცით რომელი არის, როდის დაიწყე სიმღერა და წლის რო ვიყავი. აი პროსტო რა ზღეროდენ, ეგ მაინტერესებს. აი მომღერლები რო არიან ხოლმე, ან გალობელი ვიღაცა მაგ. ერთი წლის რო ვიყო, თან დედა ლაპარაკობს ხოლმე და ესეც ყვაყორი. ის ცოდვილები უფრო უყვარს ღმერთს. რატო უყვარს? იცი რომ ისინი მარტივად მოექცევიან. აი ქალბატონი რომელიც დგა გზაზე და ყველა მიცის რომ სხეულს თვაჭრობს. ის ჩავარდება მარიამ მეგვიპტელივით სინანულში და მოვა, მაგრამ ის გიორგი აი თქვათ მე თქვათ რომ არა, კაი, ნუ ამბობთ, მამო. ნუ აი ნუ ვიღაც არ მინდა ვინმე შევადარო. ამდენმა ხალხმა გუში გლოცად გაგიჟდებიან, ეხლა ნუ ლაპარაკობთ. ზოგადად ვიძახი გიორგი რომ ვინც ეხლა მოჩვენებითად აშკარად გუშინდელის მერე გაზდილი ხარ. ვინც მოჩვენებითად მართალია და ფარისევილივით ესე დგას და ყველას რო ყვარს და კარგად ქადაგებს და რა სიმპათიურია, რა საყვარელია, რა ძვირფასია, როგორი ქველმოქმედია. უკვე ფარისეველი ხარ. მორჩა ხო მადმა. დამთავრებულია შენი საქმე. და ძირითადად აი ეს ორი კატეგორიაა გიორგი დღეს. პირდაპირ ხლა მარხვა იწყება და მეზვერე და ფარისეველი ხარ. რატომ ხო არ მიგონებ ამას არა? ქრისტემ გვითხრა რომ ორი კატეგორიის ხალხი დადის ტაძარში. ეგ მარტო ეს ორი ადამიანი კი არ იყო ტაძარში გიორგი რა. ანუ აი ამ ორი კატეგორიის გამორჩევა. ხო, და ჩვენ გვითხრა რომ არც ერთი არა აღიარე რომ მეზვერე ხარ და მჯიღი ირტყი გულში. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე. აღარ დარჩე მეზვერე, სულ არ შეიძლება იძახო რომ მეზვერე ხარ.
ან ზოგი რომ ეცი რა ფარისეველი, ესეც ხო ორმაგი ფარისევლობა, რომ იძახის რომ მე მაგარი ფარისეველი ვარ, ამდენს არ არის, არც ფარისეველი არ არის, იმიტომ რომ ის ფარისეველი სახარებაში, რომელიც არის მოხსენებული, გაცილებით კარგი ადამიანი იყო, ვიდრე დღევანდელი ფარისევლები. ის ორჯერ მარხულობდა, არ ეკუთვნოდა, მაგრამ ორჯერ მარხულობდა მეათეც კი არა, მწვანილებიდან და სანელებებიდან წირავდა. უბრალოდ სხვა ადამიანს აკნინებდა, რომ შენზე კარგი ვარო, თორე ორივე გამართლებული გამოვიდა, მაგრამ მეზვერე უფრო გამართლებული გამოვიდა. ასე წერია, ვინც თვით ამაღლდების, ის თვით დამდაბდების, ხო და ეს ყველაფერი რატო დავიწყე გიორგი, ახლა მე კი არ აპატიებ კეკლუცო, დიდი მარხვა იწყება. დიდი მარხვა იწყება და თუ მოსამზადებელი პერიოდი არ გაიარა ადამიანმა გიორგი და შენდობა არ უთხრა სხვა ადამიანს და თავის თავში ის ობობა, ქსელი, აბლაბუდეები არ დაინახა კარგად. არა მე ვის რა შენდობა უნდა უთხრა, მე რა დავაშავე, მე არაფერი არ დამიშავებია, თვითონ დააშავეს, მე მართალი ვარ, ჩემი სინდისი არ მომტყუნებს და დამთავრებულია ჯობია რა, რომ ხორცი ჭამო რა გინდა რა მეტანიები ხო ზუსტად რო ყველაფერი შევასრულოთ გიორგი და ყოველდღე რომ დავიზეპიროთ ბიბლია ახალი და ძველი აღთქმა თუ სინანული სიმდაბლე და სიყვარული არ გვექნება დროს დაკარგავთ ტყუილად ჩემო ძვირფასებო რა ჯობია რომ თავი არ მოვიტყუოთ არავინ მაგრამ აი მე რაც ვიცი გიორგი და დაგვირებული ვარ ყველაზე ძალიან ყველიერის კვირა უჭირთ ქრისტიანებს მართლა ხო სერიოზულად გიორგი რომ აი აქედან ეს არის სტარტი გიორგი აქედან იწყება და რას ამბობენ იცი არა მე ვაპატიე არ უპატიებია ამ დროს აი გეტყობა თვალებზე რომ არ გეპატიებია რატო იტყუებ პატიება ნიშნავს რომ აღარ გახსოვს დაამთავრე ყველაფერი და ის ადამიანი შენ დააყენე შენს მოსახსენებელში ნომერ პირველ ადგილზე და იმით იწყებ ლოცვას და იმით ამთავრე. ისე კი არა გაკვირით რომ ზიზღით რო ახსენებ სადღაცას ბოლოში ის შე რო გიყვარს ხოლმე სახელი რა ქვია უშანგი თუ ბეჟანი და არა მასია ვიღაცა ბეჟანი პირველ რიგში რომ ხა მე რო შვილებს მოვიხსენიებ და მეუღლეს აქ რა თუნდა ორი აზრი ხო მაგრამ ღმერთი რო დაინახავს რომ წვალობ გიორგი წვალობ და ისეთი ადამიანი შეყვარება გწადია რომელიც ყველაზე ძალიან გეზიზღება ან ყველაზე ძალიან ეზიზღები ეგ არის ქრისტიანობა და დაინახა რომ ეს საწოდავი უნდა რომ ქრისტიანი გახდეს ქრისტიანი კარტოფილის ჭამით ვერ გახდები კაცო და ლობიოს ჭამით რომ ჩაანაცვლო ხორცი ეს ერთ-ერთი საშუალება უბრალოდ რომ ბევრი არ ჭამო თორე დიახ შეიძლება ლობიო იმდენი ჭამო და კარტოფილი იმდენი მიირთვა რომ ხო და ამ დროს გული ბოღმით გაგსავსე ამბობ რომ აპატიე მაგრამ აპატიე კი არა ერთი სულიკა ქაგური დაეცეს იმას თავში არა რამე რო შემთხვევ მამაო მე აი სიხარული აი ხედავთ ღმერთო შენი სამართალი დაილოცოს კი არ იტყვი რომ აუ ღმერთო აპატიე რა ამასთანავ ერთი ჩემი სულიერი შვილი იყო გიორგი ამოსული და ერთ ადამიანზე გადამახდევინო პარაკლისი ხა დავინტერესდი ვინ არის მეთქი და რაღაც მოგვივიდაო რა ერთმანეთში უსიამოვნებაო და პრობლემა აქვს და მამაო გეხვეწები პარაკლისი გადაგა წარმოიდგინე რა აი გარი სულიერება ხო თავის ოჯახზე კი არა თავის ნათესავებზე კი არა ჩემი ახლობელია რაღაცა ვერ გავიყავითო და სერიოზული პრობლემა შეემთხვაო კი არ დაურეკა და აი ხლა მე მამა გიორგისთანა ვარ და პარაკლისი უნდა გადავიხადო შესაძოდაოდ შენ თუ არ მოინანიებ ჯოჯოხეთში მოხვდები და არც იცის იმან ოთხარი არ უთხრა იმიტომ რომ ის სხვანაირად გაიგებს მეთქი რა და ეს არის ქრისტიანობა რომ არავინ არ იცის მე შენ როგორ მიყვარხარ რა გაპატიე რა უნდა გაპატიო და აი ძალიან გულის ხანდახან ამაჩუყებელია და ხან გასაბრაზებელი აი სცენა რომ და ტყუილად რომ მიდის ხალხი ერთმანეთთან და აი დაო ძმაო და მაპატიე და ამ დროს გაპატიო კი არა ესეთი ისა აქვს რომ იმ წუთში განეკითხავს აი 2 წუთის მერე განეკითხავს იტყვის რომ ეს არ ამზადა მე უთხარი მაპატიო და თვითონ კი არ მითხრაო რომ გაპატიო და ამაზე მე მეორეთა ბრაზდება კიდე და მესამეთა ბრაზდება უმატებს კიდე უყურეთ გიორგი აი ამინდა ჩემო ძვირფასებო დაიმახსოვროთ რომ ადამიანური სიყვარული არის, ოდესაც მე მაშინ მიყვარხარ გიორგი, როცა შენ მე მაქებ. მაგრამ მე რო გავიგო რომ შენ მითხარ გიორგი, რომ მამა გიორგი რაღაცა ეს არ გიხდება, არა თქვა.
ამას უყურე რა, ვინ არის? ას მეებს მეუნები, შენ რა იცი მე რა მიხდება და რა არ მიხდება, ხო? შედაშორის ეგ სიყვარული მე გასწავლეთ, მამა, ხანდახან აგიტომ ძალიან ცუდად ვიქცევი ხოლმე, მაგრამ თქვენ მაინც შენგან ვიცი, გიორგი, აბა ხო, არა, მართლა, აი ბევრ ამაში მე ვატყობ, რომ აი მე ხანდახან ისე მოქცეულ ვარ თქვენს მიმართ, რომ თქვენ რო ეგრე მოქცეულიყავით, შეიძლება ვერ დამეტია და თქვენ რო იწევთ ხოლმე და იქითკენ როცა რა არის ნამდვილი პატიება, როცა მე ვაპატიე, სულ არ მაინტერესებს იმან მაპატია თუ არა. აი ხლა მე მაგალითად მიულოცე რამოდენიმე ადამიანს დაბადების დღე და ეხლა ვზივარ სოციალურ ქსელში და მაინტერესებს იმათ მომილოცებს ეს უკვე მე არ მიმილოცია მაშ ეს არის ფარისეულობა რაში გაინტერესებს შენ თუ ადამიანს აპატიე იმან გაპატია თუ არა არ გაინტერესებს იმიტომ შენ მართლა აპატი შენ თუ ადამიანი გიყვარს წმინდა მამები ასე იყვნენ მე იმას უყვარვარ თუ არ უყვარვარ არ მაინტერესებს მე რო ადამიანს სიკეთე გავუკეთე იმან დაინახა თუ არ დაინახა არ მე ამით ბედნიერი ვარ რომ ვაპატიე და თუ არ პატიობ შენ უბედური ხარ შენთვის არის ცუდი მე რო ვიღაცა მიყვარს და ვიღაცები ამით ავარ მე ბედნიერი და იმათ უყვარვარ თუ არ უყვარვარ დაინახეს თუ არ და ეს უკვე ანგარებაა გიორგი თუ შენ გაინტერესებს რომ მე ამ ხალხს სიკეთე ვერ დავანახე მე მიულოცე იმან არ მომილოცა მე ვაპატიე იმან არ წმინდა მამბებს სულ არ აინტერესებდათ ისინი უყვარდა თუ არა ვინმეს რა ეხლა წარმოვიდგინე გიორგი ღმერთმა ასე რო იფიქროს რომ მე ისე შევიყვარე ეს სოფელი რომ ჩემი შვილი გავწირე და ეს არ ამზადები კიდე ჩემი შვილი ჯვარზე გააკრეს ეხლა ნახე ამათ რა უნდა უყო ხო აი რას გვიზავდა ღმერთი გიორგი წარმოვიდგინე ჩვენს უგულობაზე და უსიყვარულობაზე ხო მამო რაღაც კითხვა მინდა გიდაგისვათ თუ შეიძლება 20 წუთის მერე ერთი პირველი კითხვა რომ დაგისვათ ეს ხო იცი როგორი ნამაიაკი ანიშნე ხომ გიორგი რომ არა მართლა დაბადების დღე ქონდა და მართლა ვაღიარებ რომ ჩემთვის მამო გუშინ მქონდა დღეს კი არა ხო მაგრამ ნახეთ ეხა მამო ისმინდა დაგიბრუნოთ რა ისა რა ქვია მართლა იმათ რომ აი გეფიცებთ ყველაფერს რომ მართლა მიხარია თქვენი დაბადება რატო იცით რომ აი თქვენს გვერდით აროს არ მიგძუნია თავი რომ მღვდელს ველაპარაკები რომელიც სიტყვაზე დეკანოზია წინამძღვარია 30 წლის ხდელია 40 წლის ხდელია აი ეს არ გაქვთ თქვენ მამო იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენთან ვარ მეგობარი ანდა იმისა რომ შვილი რა თქმა უნდა ყოველთვის ის პატივისცემა მექნება თქვენდამი როგორც მოძღვრისადმი და სამაგალითო ხარ ჩემთვის მაგრამ იმის იქით კიდე მამო აი ეს არის პატრიარქს აი ძალიან დიდ ადამიანებს გაჩნია და მე თქვენ კი არ გეუბნებთ მამო რომ თქვენ აი უბრალოდ რა ბედნიერი ხართ მამო რომ ღმერთმა აი ეს ნიჭი მოგცა წეღა ნიჭებზე რო ლაპარაკობდით რომ თქვენ შეგიძლიათ არ შეიფეროთ მამო რა თქვენ როცა შეგიძლიათ რომ აი ელემენტარულად რაღაცა ის რომ თქვენზე მეტად სხვა აღიაროთ ამდენჯერ გითქვას რომ აუ ის მამა რატო არ მოგყავს ბიჭო მე რა ვიცი იმან იცი რა მაგრა იცი ეთახს მეუნები ხო მეთქი ეს მეთქი რა სჭირს მეთქი ფიქრობ ხოლმე მაგრამ რო აღიარებს ხოს იცი რა რთულია მამო ამის თვითონ დამოწმება ძალიან ძნელია მამაო სულ რო ვიღაცა ისეთი აღიარო ხო მაინც აი წარმოიდგინეთ რა და ძალიან დიდი მადლობა მე ლინკებს უგზავნი ხოლმე ჩემს მეგობრებს გინდა ნუგეშელებს გინდა აი ნახეთ რა კარგი რაღაც ხო სულ ჩემ ქადაგებებს ასად არის ჩემი და ძალიან მაგარია რატო გიორგი ეგ ეგ უფრო დიდი ქადაგებაა სხვათა შორის რატო აი სიგი გითხრა ეხლა აი ერთხელ მახსოვს მაშინ ჯერ სტიქაროსანე ვიყავი და პატრიარქმა ნახა კონდაკი დიაკონის და წერია მამა ესა და ეს დაუძახეთ ერთი ამ მამას და მოვიდა რანაირი მამა შენახარო შვილო ჯერ დიაკონი ხარო ან მამა შენახარ ხო ჩვენ ყველას მამას რო ვეძახით ან მე პატრიარქი უყურე როცა ადამიანი აი მაგალითად მე მივედი სადმე და მე მამა გიორგი ვარ უკვე ეს ამპარტაუნება მამა გიორგი არა დეკანოზი გიორგი ვარ მამა არავის არ უწოდოთ რატო ეუბნება უყურე თავის მოციქულებს რომ ებრაელი რაბინები თავის თავს მამად წარმოაჩენდნენ და ასეთი მამებიო თქვენ არ იყო თუ რა როცა შენ ამბობ რომ მე მამა უკვე პატივს ითხოვ მამა გიორგი მოვიდა მამა არა დეკანოზი გიორგი ან ღდელი გიორგი ეს არის შენი და მამა სხვამ დაგიძახოს შენ არ უნდა თქო რომ მე ეს მამაო გესაუბრები უკვე ცოტა უკვე აგრესიულად განაწყობ ადამიანს თვითონ უყურე ის ადამიანი თუ ჩემგან რამეს ისწავლის და სულიერად შვი ქრისტეში სახარებით როგორც პავლე კორინთოს ეკლესიის მრევლი კი ბატონო დამიძახე მაგრამ მე რო შენთვის არაფერი გამიკეთებია ერთის სიტყვა არ მისწავლებია რანაირი მამა ვარ მე შენი ხო
უნდა მე თვითონ არ უნდა უწოდო ჩემ თავს მამა. მე უნდა თქვა რომ მე ღვდელი ან დეკანოზი ან ტაძრის წინამძღვარი გახლავართ. ჩემი ასე თქვა მდგომარეობა, მაგრამ ის რომ აი მე შენ მამაო გესაუბრები, მამაო შემოვიდა და ფეხზე არ ადექით. ასე სემინარიაში წოდნენ აკადემიაში, ვიღარო გაივლიდა ახალი ნაკურთხი. ისა მამაო გაიარა და კურთხევას რატო არ იღებ? უნდა გააჩერო და უთხრა რომ შვილო სასულიერო პირმა გაიარა და კარგია რომ დალოცვა აიღო უკვე მომინდება მაგრამ ესე რომ გააჩერებ და შენ რეგვენო სასულიერო პირი მოდის და კურთხევა არ უნდა აიღო ესეთი რა ეს რაღაცა თბილად მამაშვილურად აუხსენი და გაიგებს ხო დიახ, მამო, თუ შეიძლება რომ გკითხოთ, რომ რამდენად ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანს, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ადამიანს არ აქვს შეგნებული თვითონ თავად და შენ აძალებ, რომ აი ამას პატივი ეცი, ამას ის გასაგები 3 წლის ბავშვი არ არის, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ჩვენი მოწოდებით რამდენად ისწავლის მამაო ეს. აი თუ შეიძლება ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი სიტყვაზე აი ვიღაცაზე ეუბნები, თვითონ არ ესმის რა. არ ჯობია რომ თვითონ იმას ქნას, თუ ჯობია რომ აი შენ დაუწყო ისა მითითება, რომ ესე, იმიტომ რომ ადამიანს თუ არ ესმის, აი რამდენად უნდა დაიღალო მის სწავლებაში, მამო, აი ამ ხრივ რა, ეხა ელემენტარული ხა, ეს ყველას უნდა ესმოდეს, ხო? ეხა მეორე ადამიანის პატივისცემა 40 წლის ადამიანს როგორ უნდა ასწავლო შენ? ესე იგი, არ იცის და არ უნდოდა და ვერი და შენ როგორ უნდა აი, აქ როგორ უნდა იმას ავქნათ, მამო, მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, იმიტომ თქვენასაც ამ ეგ პრობლემა. ძალიან მარტივად გეტყვით რა, ავიდა სასულიერო პირი, ან ვინმე შენაირი გონება გახსნილი ადამიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. და ზის ვიღაც მუტრუკი კევს აღლაჭუნებს და ასაკოვანი ქალბატონი დგას იქ, ხო? და ხა შენ მიდიხარ და მორალს უკითხავ ხო, აი ძალიან მაგარი შედარება. მე ავდგები, მე დაუთმობ ადგილს იმ ადამიანს და ამით იმას დავანახებ. მაგალითს ვაჩვენებ რა. მაგალითს ვაჩვენებ იმისა რა უნდა ამ დროს თვითონ ზის ადამიანი და სხვას ანიშნებს რომ ადექია ამ ხელა პირუტყვი ხარ, ვერ ხედავ ამას. ის ადამიანი უფრო გაპირუტყდება, როგორც წერია ბიბლიაში, ამხილებრივი უფრო გაბრიყვდება ამხილებრძენი და უფრო ბრძენი გახდება, ხო? პირადი მაგალითით. სახარებისა ერთმა მოძღვარმაო, ესეთი საბერძნეთში მთელი ქადაგება მიუძღვნა სისხლის გადასხმას, რომ კარგია რომ სისხლი გადაუსხა, მთელი მრევლი წავიდა წირვის არ წავიდა. თვითონ არ წავიდა. ხო, მაგრამ გარკვე მაინც სიკეთე გააკეთე. ერთხელ მე ესეთ ჩემი მრევლი წავიყვანე ქალთა კოლონიაში, მაგრამ მეც იქ ვიღავ, მე კი არ ვთხარი წადით თქვენ. მე ჩაუდექი სათავეში და ქალთა კოლონიაში წავიყვანე მრევლი ქალბატონები, რაღაც ნამსხვრები წამოიღეს, რაღაცები. შენ უნდა იყო მაგალითად ეს იაწერია უდლის ჯვარს გიორგი რა პავლე მოციქულის სიტყვები ტიმოთეს მიმართ იყავი სამაგალითო სიტყვით ცხოვრებით სიბზნით ცხოვრების წესით სხვანაირ ამაზე დიდი ქადაგება არ არსებობს გიორგი თორე იცი აი ძალიან ბევრი ისეთი მოძღვარი ყავს რომ ძალიან ისე ხატრულად ძალიან ლამაზად გამართულ ენაზე ქადაგებენ ძალიან კარგად მაგრამ შეიძლება საერთოდ არ მოდის ჩემ ყურამდე იმიტომ ის რომ მე წირვის მერე ვნახო მეთქვის რომ არ ამცალიაო. აი რო უთხრა, მამა, როდის გეცლებათ რომ მოვიდე? მითხრას მარტის ბოლოს 7-ის ნახევარზე. და არ შეიძლება არ დაგელაპარაკოს. დრო არ აქვს. აბარიშუშ იქადაგა, რაზე იქადაგა. და გოდერს რაზეა, რა დრო რისის აკუდერს. რო ღვთის სიტყვა იქადაგოს, ხო? ეს არის კონსტიტუცია წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათელს ეცით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა და მიდიხარ ან რადიოში მოისმენი ან ტელევიზიაში როგორც იქნა ეს მოძღვარი ნახე და მესამთლე გეუბნევა ან სტიქაროსანი ვერ მიგიღებს რა არცალი იმიტომ რომ დაანდაკავებულია 5 წუთი არა აქვს 5 წუთი უნდა ადამიანს 5 წუთში აუხსნი ქრისტეს განკაცებას, ჯვარცმას, აღდგომას და 5 წუთი მეტი არ უნდა და 5 წუთი არა აქვს მოძღვარს. ამ დროს ის რო გამოვა მეორეთ, ის ვინც მოისმინა, მიბრუნდება და ეტყვით რომ ამას არ მოусმინოთ, გატყუებთ. ეს არის ერთი მსახიობის თეატრი. ვის ატყუებ? რატო ატყუებ? შეერსო პური აჭამე ჯერ და მე ესაუბრე ღმერთზე რა. ესე არ არის, იმიტომ რომ აი ქრისტემ თვითონ აიღო თავის თავზე ჩვენი ცოდვები, ხო? აი ძველაღთქმაში გიორგი საკლავი უნდა დაეკლათ, დაეწვათ, სისხლი დაღურილიყო.
ადამიანის სოდვები ეპატი, მაგრამ ვერ უშველა ვერანაირმა საკლავმა ადამიანის სოდვებს. და ღმერთმა ვინმეს კი არ დაავალა, თვითონ აიღო თავის თავზე და ჩვენ ძვირფასი თავისი დაღვრილი სისხლით გამოგვისყია. პირადი მაგალითი მოგცა ამის. ის კი არ გითხრა გოლგოთაზე წადით ეხლა თქვენ და დაგარტყავენ და აიტანეთ. თვითონ დაარტყეს, თვითონ აიღო ჯვარი, თვითონ ავიდა, თვითონ აპურებდა, თვითონ ეხმარებოდა ადამიანებს, ხო და ეხლა ეს ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ესე მხატვრულად ეხლა ეხლა მე და შე რო გარეთ გავიდეთ, მოვიდეს ვიღაც მამა გიორგი გისმინეთ და თუ შეიძლება რა ან დამეხმარე ფინანსურად, ან საუბარი მინდა და აუ მეჩქარება რა და ხუთშაბათს ამოდი ნარეყალაზე. კარგად იყავი, დამთავრდა ჩვენ დღეს არაფერი გაგვიკეთებია, ეს ყველაფერი იქნება ტყუილი რა. ეს იქნება პირწმენად ფარისევლობა. ამიტომ ვთქვი გიორგი, რომ არიან ცოდვილები და ცოდვილები გაცილებით უკეთესები არიან ფარისევლებზე, იმიტომ რომ ფარისევლებს ძალიან ძნელად მოაქცევ, იმიტომ იმას აქეთ მოგაქცევ, შენზე კარგად იცის ბიბლია, იოტა საწერია, წერტილი ყველაფერი იცის. აი თქვათ იეჰოვას მოწმეებს რო ეძახიან, ხო? აქეთ დაზგპირებულია ყველაფერი. და ის ცოდვილი გეტყვის რომ მამაო ცოდვილი ვარ რა აპატი მარხვას ვერ შევინახავ მაგრამ ცოდვილი ვარ და მაზიარებ არა თუ მარხვა არ შეგინახია როგორ გაზიარებ აღდგომა ღამეს მოსულა ადამიანი ჩემთან ხო ან რამოდენიმე დღით ადრე ვეუბნები დაიწყე რა მარხვა და თუ შენ ივლი ეკლესიაში და თუ შენ შეცვლი ცხოვრების წესს მე შენ გაზიარებ ახლა შენ რა უთხრა ვიცი რა შენ ეხლა მოდი ხარ 57 დღიანი მარხვა იყო და შენ თუ თლიანად მარხვა არ შეინახე ვერ გაზიარებ ეგრე წერია აბასადარ ის აღარ მოვა არასოდეს ეხლა გაეხსნა მას გონება ხო აბაზაკის ისე წესით უნდა იმარხულოს მაგრამ აბაზაკისთვის რო ეთქვა ქრისტეს რო რას ლაპარაკობ შენ მოსეს ჯული შეასრულე არა რა შეწყალება გინდა რა უნდა მოგიხსენიო შენ მოსეს ჯული არ შეგისრულები კითხა საერთოდ მოსეს ჯული დაკითხული ქონდა იცავდა რამეს დღეს ჩემთან ახარ შენო 64-ში და ჩვენ ეს გვიჭის გიორგი ადამიანს უთხრას ღმერთმა შენი ცოდები გაპატია ზმო არა შენ მარხვა არ შეგინახია და რა ცოდები გაპატია კაცო და ვინ შეინახა მარხვა მთლიანად გული ბოროტებით რო აქსავსე იმას აპატია შენდობა რო არ უთქვი არავისთვის და ყველაფერს რო ასრულებს ეფრემასურს როდესაც წდება როდის იწყება როდის მშიერი უნდა იყოს როდის მაძღარი როდის არის გარდამოხსნა როდის არის დიდი შაბათი ყველაფერს რო ასრულებს და აღდგომის მერე ისევ ისეთივე იდიოტი როა, ისევ ისეთი ბოღმა, ბოროტი და შურიანი როა. ეს არის კარგი ადამიანი თუ და ამით ამაყი რო არის. და უბრალოდ რაღაცა გადაგებას მოყარა ყური, ან შენ გადაცემას ამოვიდა თითელ პარასკევს ან დიდ შაბათს და მამაო შეიძლება ვეზიარო და რა უნდა ეზიარო, ვინ გაზიაროს? ესე უბნებიან ხო ამრეულ. არო შენი ზერება როგორ შეიძლება? შენი შეიძლება? სადმე წერია რომ ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო და ცხონდები? ანუ დიდ მარხვას რო შეინახავ ცხონდები? აი ეს საშვია 64-ის? ცხონდები სინანულში. თუ სინანული გაგდა შეინანებ ცხონდები, მაგრამ მარტო მარხვე შენახვით ვერ ცხონდები. და სხვისი მოწყალებით, აი სხვა უნდა გეცოდებოდეს. და არც ვერც მაგეცხონდები, თუ ღვთის მოწყალება არ იქნება. ღვთის მოწყალების გარეშე არა რა ახლა ესე იგი ესეთი მარტივია ცხონება, რომ 47 დღე ახლა მე ყველაფერს ედმიწევნი დავიცავ და ცხონდები. არა, უბრალოდ ეს არის მსხვერპლი გიორგი, რომ მე გამოვხატავ ღმერთის სიყვარულს და ვიაზრებ ჩემ თავში რა გააკეთა მან ჩემთვის. რა დაითმინა, როგორ ეწამა, როგორ ევნო, როგორ ნერწყვეს, როგორ გვემეს, რომ ეს მე მტკიოდეს და შეიცვალოს ჩემში რაღაცა. თორე ეს მეას კი არ ნიშნავს, რომ უკვე მე 64-ში ვარ. რამდენი გინახია გიორგი აღდგომა ღამეს გალეშილი, დამთვრალი, ნამარხულები, ხო რა, ასეთი რა. კი, ეს არ არის, ეს ზუსტად ფარისევლობა. მარხვა არის საშუალება, რომ გონება გაგვეხსნას, შენდობა უთხრათ ადამიანს, მივხვდეთ ვინ არის უძღები, ვინ არის ფარისეველი, რა არის საშინელი სამჟავრო, რა არის ყველიერი, რატო გამოაძევა ღმერთმა 64-დან ადამი. ეგ თუ არ იცი, გინდა ლობიოჭამე, გინდა შემწვარი ქათამი, რა აზრი აქვს მაგას. აი ეს არ მაინტერესებს. ცოტა საინტერესო რომ გავხოთ, კითხვასაც დაგისვამ ეთერი რა. მარტო რომ იმას რომ ლექციას ვარ დაგჭაგრე გიორგი რა. არა, ლექციის სახე რო არ მიყვს. არა, მე იცი რა, თუ მე შემდეგ საათიც მიყვს და მაგითო ვისურვებ. ხო, ხოთო მახარ მშვიდად გამოდიოდი.
არ აქვს ვინახო, მაგრამ მე მინდა რომ ცოტა კარებამდე მიმიში უკვე გამევიდა. ამ მარხვაში მინდა რომ ცოტა მომო შევინაღე ისა რომ უკვე ცენტრი გადმოუკვეთე და გამევიდა რომ შვიდას რომ მიმიში ბოლო. არა მართლა ვაღიარებ რომ მართლა უნიჭიერესი ადამიანი ხართ მომო და მართლა სრულად გაქვთ ათვისებული თქვენი ყველა უნარი ის ნიჭიერების და მადლობა ამისათვის და იმიტომაც ხართ მე ხო შენი დავიწყე გიორგი. კი არა მართლა იმიტომაც ხარ რომ შემშურდეს რომ შენ ხარ მამა ალექსანდრესთან ერთად და ატო მე არა ვარ. აი გარი შური ხა გულში რო თქვა მე უყვარ ვარ მე მაქებს და მამა ალექსანდრესთან აქვს გადაგება. თქვენი სურათი მამა სამაგეროთ მამა ალექსანდრესი არ არის აქ და აი თქვენი სურათი მამა ნახეთ არა მე ჭიქაზე გეუბნები. აი თუ უკან ნახეთ ჩემს უკან სულ თქვენ ხართ ხოლმე მამა და კიდე ბევრგან ხართ იმ იმაში. და კარგია შენს უკარო ვარ? თქვენ გეფარებთ. დიდი მადლია ხო შენს უკარო ვარ კარგი. კარგი იყო. ხარა ისე მამაოს ხო ეს მამა ეს ჭიქა მინდო მამა ალექსანდრეს მეჩუქნა და რაღაცა მე ვერ გავიმეტე ისე მომეწონა ძალიან და მე აი სიძუნწე როგორი ცუდია ხო ალბათ ხო რაღაცნაირად გადაცემა მამა ალექსანდრე გისმეს და რომ მოვა წაიღებს მაგ ჭიქას ხო მაგრამ თქვენ რო შეამჩნიეთ მამა ესე იგი მართლა შეგშურდა და შემდეგში თქვენსაც დავდებ შურიანის თვალები კარგად იყურება გიორგი ხო არა მართლა როგორ შეამჩნიეთ გეფცებ ყველაფერს არ მეგონა რომ ბოღმით გავსკდი რა სკი ჩანს ხა ისე მამა ალექსანდრე იმსახურეს რა კაი კაცი არის და მაგიტომ ყველა მოძღვარი ვინ ჩვენთან მოდის ყველა იმსახურებს და ხო ერთ და იგივე აი ბევრი კარგი მოძღვარია რაიონში გიორგი და ჩამოიყვანა სულ მომყავს მამა უბრალოდ აიცით რა არის პრობლემა ექმნებათ მე ზოგ ადამიანს აიცი როგორ კურთხევა უნდა რაღაცა და აი ამიტომ პრობლემები არის ხოლმე ბევრი და მაგის გამო რაღაცა თორე მე ყველა ვისაც მეუფე თავისი ეპარქიის აძლევს ლოცვა კურთხევას ან ვინც მოინდომს ყველა აბსოლუტურად მომყავს ხოლმე პირიქით ამ ადამიანებს გამოჩენა და მამა იმიტომ რომ პატრიარქს აქვს ჩემზე ნათქვამი რომ აი ესეთი გმირი მოძღვრებიო გამოაჩინე ვისაც ვინც ფიზიკურად შრომობდაო რეგიონებში იმაში და ყველასთვის ჩემი კარი ღია მომწერეთ აი ყველას მიგიღებთ აბსოლუტურად დიდი სიამოვნებით ყველა ეპარქია გაშუქებული მაქვს და თქვენ ხო კარგად იცით მამა ჩემი ფილმები და იმი და მადლობა ღმერთსო ყველა მოძღვარს პიროვნულად ვიცნობ მე პირადად და დიდი მადლობა ამის აი მადლობა უფალს რომ აი ეს მარტო ეს სიკეთე არის ის რომ ჩემთვის და ყველანაირად ცოდვილი და ძალიან ცუდი ადამიანი ვარ მაგრამ აი ეს სიმხელა სიკეთეა რომ ამ ადამიანებს ვიცნობ ჩემთვის ესეთი ბედნიერება აი ვერ ვინანებ ჩემ ცხოვრებაში გაჩენას იმიტომ რომ აი ეს ბედნიერება მაქვს რომ თქვენ გიცნობთ მამა იმ ადამიანებს საერთოდ ყველა მოძღვარს უწმინდეს და იმ ადამიანებთან შეხება მქონია მამა ეს მამა თემურაზი მანდროიჯდა ხოლმე მამა აი ვთქვათ აი იმ ხელა ბედნიერება იყო ჩემთვის რომ ეს მამა აკაკი მამაო და რა ვიცი 1000 აი ამ ხელა ის მაქვს რა ქვია რაღაცნაირად ისტორია შეიქმნა და დიდი მადლობა უფალს რომ შექმნა ეს ისტორია და რაღაცა გამტარად მე წარმოვიდგენია როგორ აგლოცავენ გიორგი ისინი შენ აუ მამო დღეში ორი ადამიანი მაინც მირეკავს მინიმუმ უცხო რომელიც მეუბნება რომ აი ძალიან დიდი მადლობა დღეს ქალბატონმა დამედგა ძალიან დიდი მადლობა აი მამა აკაკის 5 და 6 საათი მაქვს ჩანაწერი მეტი არსად არ არის რომ აი ეს გააქვს რაღაცნაირად და მადლობა აი მადლობა უფალს და მადლობა მამო თქვენ და თქვენ აიხას იმიტომ თქვენ რომ მე რა მადლობა აი რატო ეხა მე გეტყვით რატომაც რა აი თქვენ შეიძლება ამბობთ რომ რაღაცა შეკება ეხა 400 წლის ვარ რაღაცა რომ ჩემი შეკებით გაფუჭება არის ისედაც საკმაოდ გაფუჭებული ვარ ისეთი რომ შეკება ვეღარ დაფუჭს ვეღარ დამიშავეს მაგრამ თქვენ რო სტიმულს მაძლევთ მამაო მე უკვე გადაცემისათვის ვემზადები შემდეგის მიხვდით თქვენ რომ მითხრათ აუ შენ გიორგი რა გაგიკეთებია ეს გეფიცებით ყველაფერს ხვალე აღარ გაიღება ეს კარი და აღარ წავიყვან რა და აი მადლობა უფალს ამდენჯერ აი ხშირად გქონია რომ ქუჩაში ობიექტური შეფასება მე ხო არ ვამატებ გიორგი რასაც ხედავ იმას ვამბობ იცით ამდენჯერ მიფიქრე რომ საერთოდ ქვეყანა წავსულიყავი მამაო თქვენ ხო იცით კარგად რომ რაღაცნაირად არა და აი ეს მაჩერებს ხოლმე და მადლობა უფალს აი მართლა არ მინდოდა რომ რაღაცნაირად მეთქვა და ამ თემას მივდგომოდი მაგრამ დიდი მადლობა უფალს რომ საერთოდ ეს ხდება რა ჩემ ცხოვრებაში და მადლობა თქვენაირ ადამიანს იმიტომ რომ სტიმული ხართ ადამიანს ჭირდება ეხლა ვინც არ უნდა თქვას ვინც გლანძღავს ის შენიანი რაღაც არ დაიჯეროს არავინ სიკე ი გლანძღვის უკან მამაო სიბოროტე და ბოღმა დგას რო არ უყარხარ და რატო ვაქოთ ერთ რაღა დავრჩით ხო ვაქოთ ერთმანეთი რატო ეხა მამა გაბრიელი ხა არ თქვათ ეხა მამა გაბრიელისთვის კარგი იყო რომ ცუც რო ამბობდნენ და ვინც ეფერებოდა მტერი იყო ეხა ხო სისულელი ვინც ეფერებოდა ძალიან ცოტანი იყვნენ ის ხო მამაო აი სიტყვაზე თუნდაც ისა რო ქვია მოციქულებს და მაცხოვარ სიტყვაზე ხო ვინც ეფერებოდა რო გეთქვა რომ აი თქვენ ცუდები ხართ წადი და აი ეს ისა პირიქით რასაუბრ რო გამოიცნეს იქამდე და მადლობა უფალს რომ ესეთ კარგ ადამიანებს სტიმული მისცეს ხო ესეთი რაღაცა რა მამა გაბრიელს ალბათ ამდენჯერ
ახარებია სიტყვაზე. გონატკენი მიდიოდა და ვიღაც შეხვედრია და მამა გაბრიელი დიდი მადლობა რომ ხართ და შეიძლება მთელი ის მიეცა მეორე კვირის და მესამე კვირის სტიმული. ხო, მაგრამ თქვენ ხო ქონიათ ეგეთი რაღაცა, რომ მე მქონია დედას გეფცები ეგეთი რაღაცა, რომ მიფიქრია რომ არაფერი არ ფასდება რაღაცა და უცბად ბახ და ვიღაცა მოდის, აი უბრალო ადამიანი მეტროში რა და უცბად რაღაცა უთქვამს, რომ გიორგი ძალიან დიდი მადლობა, აი ჩემი მოძღვარი რომ აუცით როგორ აი თითქოს გამონათებულა მამა იმ სიგნალში და მადლობა მამა ამისათვის თქვენ აი ჩემთვის ხარ დიდი სტიმული. სახშიც მეუბნებიან, ხო იცით მამა? გიორგი, ერთგულება არის ზუსტად სულიერება. ერთგულება არის ზუსტად სულიერება. თუ ერთგულება ადამიანს არ აქვს, არც ღმერთის და არც მოყვას ის ადამიანი სახში ας მეუბნებიან, ხებას კი არა, სახში არც არ მაქებენ. უბრალოდ რომ მამა გიორგი აი გამორჩეულად სტიმულს გაძლევს და მადლობა ამისათვის მამა თქვენ და იმ მოძღვრებს რა თქმა უნდა ვინც მოდიხართ აბსოლუტურად. იგივე აი მამა ალექსანდრე რო თქვით მამა მართლა ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს და დიდი მადლობა და ხანახა მიფიქრია მართლა რომ მეთქი დავხურავ წავა რაღაცა არა ეს 18 წელია მიმყავს და უნდა წავიყვანო ესე არის ღმერთის ნება ალბათ. დიახ მამა თქვენ რა სიტყვით მე ხმას არ ვიღებ მამა. მარხვა იწყება და მოდი ისევ ამ თემას დავუბრუნდები. იაპონიაში თანამედროვე წმინდანია წმინდა ნიკოლოზ იაპონელი, რუსი წარმოშობით, ჩადის და ქადაგებს იაპონიაში ქრისტიანობას. არავინ არ უსმენს, არავინ მრევლი არ ყავს რა ფაქტიურად. მაგრამ ნერვები ეშლება ერთ სამურაის, ძალიან ცნობილი სამურაია, მივიდა ხმლით და უნდა მოკლავ და რატო უნდა მომკლავ? შენი რწმენის გულისთვისო, რომ ჩემ იაპონელებსო გონებას უმღრევ. იციო მე რა მწამსო? არა. მე თუ არ იციო, რატომ უნდა მომკლავ? მოდიო რა ვისაუბროთ. დაასვა ეგ სამურაი გიორგი ამ ნიკოლოზმა და დაუწყო საუბარი, ხო, ქადაგება. ამან ამოიღო მაშინვე თავისი დამწერლობით, დაიწყო რაღაცების წერა. მე მეორედ მოვიდა, მესამედ მოვიდა. ეს სამურაი აკურთხა მღვდლად, მოაქცია. და ამ სამურაიმ 40,000 ადამიანი მოიყვანა და დაარსდა იაპონია. მაქვს ეგ ხატი ნანახი, იცი? გაქვს ხო ეგ? 100,000 მოწამისნაირი ხატია ესეთი ერთად განან. ძალიან ბევრმა ქრისტიანმა დღეს გიორგი რო გააჩირო და უთხრა რა გწამსო. ვერ მართლმადიდებელი ვარო გეტყვის. ძალიან კარგი შილო, მაგრამ რა არის მართლმადიდებლობა? რამოდენიმე წუთში წამში შეიძლება ადამიანს ჩამოაყალიბოს მოძღვრება განკაცებული ღმერთის შესახებ. ღმერთი განკაცდა, როგორ კაცი გახდა? ხო, ეგ რანაირად? თელი 7-ვე კრება შეიძლება ადამიანს რამოდენიმე წუთში აუხსნა. რომ არის შობილი და არა ქმნილი, რომ არის ჯვარცმული, რომ არის ამაღლებული და მჯდომარე მარჯვენით მამისა. რატო? იმიტომ რომ შენს უნდა ამაღლდე, როგორ კეთილი უნდა იყო. თუ გინდა რომ მარჯვენით მამის აღმოჩნდე, ხო? და აი ამ ყველაფერს ახლა იცი როგორ იციან აი აპატია არ განვიკითხავ არავის, მაგრამ ლოცვების კითხვა დაიწყე, ლოცვანი გააქვს, ლოცვების კითხვა დაიწყე. აი მიდი ახსარება უთხარი მოძღვარს და გაზიარებს. ესე იგი ისე დაიწყო ლოცვების კითხვა, ისე ეზიარა რომ არის ის რა წამს, არის ის ხორცეზი არა, სისხლზეზე არა, პულსეზე არა, ღვინოსეზე არა, ეგეც არის ის. ხალხი დაბერდა გიორგი ეკლესიაში და რო კითხო რომ ვის ეზიარები და რას ეზიარები, რა არის ზიარება? იტყვის აი ზიარება ეგ არის ბოლოს კოვზით ხო ჯაგვიდებენ ხოლმე პირში, ეგ არის ხო ზიარება? ხო რა ვიცი, მამაო მითხრა გაზიარებო და რა ვიცი, მე მგონი რომ კარგი არის. ზოგს კიდე ეშინია გიორგი რომ უნდა გაზიარო, კი არა უკოდებიო კაცო რა უნდა მაზიარო. და ეს იმდენად ელემენტარულია, ეს არის დაწყებითი კატეხიზაცია. აი ადამიანს რომელიც ეკლესიაში დაბერდა დიდაქე არა აქვს წაკითხული გიორგი. რო კითხო დიდაქე რა არის, ვერ გეტყვის. ფილოკალია რა არის, ვერ გეტყვის. ივანეს სინელი ვინ იყო, ვერ გეტყვის. ამბადოროთე, მარკოს განშორებული ვინ იყო, ვერ გეტყვის, ხო? ჟულის კანონი არ იცის საერთოდ რა არის. რამდენი კრება იყო ეკლესიაში, აი პირველ კრებაზე რა გადაწყდა, რა მოხდა. ეს იმდენად ელემენტარულია, რომ ეხლა შე რამდენიც გინდა იმარხულე, რამდენიც გინდა ეზიარე, თუ არ იცი შინაარსი შენი ამხსარებლობის ხო ახლა იცი რომ მე ამ ჩემ ძვირფას ნუგეშელებთან, მრევლთან მაქვს რაღაც პატარა ჩათი და ყოველ დღე ვამეცადინებ ამ ხალხს გიორგი სიყვარულში, დოგმატებში, სწავლებაში და ისეთი ბედნიერები არიან ხალხი ამბობს რომ წლებით ეკლესიაში დავდიოდითო და ამდენი რამე არ ვიცოდით. ეს ტექნოლოგიები ხო უნდა გამოვიყენოთ დადებითად არა გიორგი. ხალხს ტელევიზიისა რატო ეშინია გიორგი და წამყვანების. იცი რომ ტელევიზია გიორგი რომელიც სიცრუეს ქადაგებს სატანური ტელევიზია
აი რა უთხრა ამ კვირას არის ევას და ადამის გამოძევება ხო? ღმერთმაო ყველა ხიდან აგიკრძალა თო ნაყოფის ჭამაო. ნახე როგორ ნახევარ სიმართლეს არა და ერთი ხიდან აუკრძალა ხო? და ეს ეშმაკი როგორ ეუბნება თან სიმართლეს ეუბნება, თან ატყუებს. და ტელევიზია ჟურნალისტი რომელიც სიცრუეს ქადაგებს გინდა პოლიტიკაზე იყოს გიორგი და გინდა ეკლესიაზე არის სატანური ტელევიზია ხო? მაგრამ ხალხს კიდე სიმართლე არ უნდა გიორგი. იცი რომ მე და შენ რომ სულ სიმართლე ვილაპარაკოთ საკუთარ თავთან მარტო დავჩებით? ყველაფერი ეხლა აქედა რომ ჩვენ სიმართლე ვთქვათ, რაც მართლა არის. არ ვიცი, ან შენ დაგეჯახება მანქანა, ან მე რო გავარ. შეიძლება რაღაცა კითხოთ, ამასთან დაკავშირებით ხოთა შორის მინდა რომ კითხოთ ეხლა. ჯობზე ზოგჯერ თქმას ჯობს, არა თქმასაო და ზოგჯერ თქმის და და შალბანოცუბიძემ თქვა, მაგრამ მე თქვა რუსთაველს რომ როდის აჯობსო თქმა და როდის არაო. აი ეგ არის სიბძნე რომ იცოდე. ისე ხოთა შორის კარგად რომ გადაიკითხო რუსთაველი, იქიდან ამოიღებ, როდის არის სიმართლე გაიგე. ვინმეს აქვს აკითხული? არა, მამაო, რასაო ეხლა ყველა ოჯახშია ბიბლია და ხუთი ცხოვრება უნდა რომ ეგ მაგას ჩაწვდე, მაგრამ აი განმარტებული ხო არის. ხო და რას თუ შეიძლება მამაო, ძალიან დიდი ბოდიში რა მინდა კითხოთ რომ აი მამაო, არის რომ უნდა მოზომო რა, არის რომ ადამიანთან ეხლა ვისთან მაგალითად ვის რა უთხრა, ის ზუსტად უნდა იცოდე. ჩვენ აი ხა მე მაგალითად ყოველთვის გონია ხოლმე რომ ჩემ საუბარში ან იმაში ხარ ტრენერი რა, აი როგორც ადამიანებს ვის რა ძალით უნდა მიაწოდო რა სავარჯიშო, აი ესე არის თქმა რა. შეიძლება ზოგს დაბადების დღე მიულოცო და ეწყინოს და ზოგს შეიძლება არ მიულოცო და გაიხარდეს სიტყვაზე, ხო ხდებით? ანუ ჩვენ უნდა გამოვიცნოთ, ეხლა თქვენ რომ ამბობთ რომ რაღაცეებიო გამოგიცნიაო, ხო? ამ შემთხვევაში ხო? არის ეგ მომენტი რომ მამა უნდა ვიცოდეთ და აი აქ როგორ მოურთხილეთ მამა იმას რომ აი ვის რა უნდა უთხრათ, იმიტომ რომ ის სიმართლე აი ძალიან მაგარი იქნება. ეხლა მე რომ მაგალითად სიმართლე სადღაც თქვა, მაგრამ ეს არის ჩემი სამზარეულო. ჩემ სამზარეულოს რომ გავალ და აქედა რომ დავიწყებ სიმართლის ლაპარაკს, ეს უკვე ხიბლია, მამა. აი იმიტომ რომ დავიჯერო ეხლა 3 მილიონი ადამიანს ჩემზე მაგარი ტიპი არ არის რომ ეს სიმართლე თქვას. 3 მილიონი ადამიანს ჩემზე მაგარი მოხარემოში წერია, დაიკითხე და. ხო და მამაო, თან რა არის იცით? აი რას ვფიქრობ იცით რომ აი ძალიან დიდი ბოდიში კიდე რა მინდა ვთქვა რომ აით როგორი მომენტია იცით რომ რის გამო ხდება აი ეს ტკივილი თუნდაც. მე ხო უნდა ვიცოდე რომ ღმერთი რატო უშვებს. მე იმას ის კი არ უნდა ვთქვა რომ აი სიმართლე ეს არის რომ აი მამა დავითი არის ჩემი უფროსი, ეგ კი არ უნდა ვთქვა. ან მამა შიო არის ჩემი უფროსი, ეგ კი არ უნდა ვთქვა ან ვიღაცა. აი მე რატო დამიდგინდა ეს უფროსად? ჩემი რაცოდვა მაქვს მე რო უფროსი არ მომწონს, ეს დაუშვა ღმერთმა ჩემზე. თქვენ თუ გახსოვთ ის რო აი სახარიბისეული არის რომ ისა ვთქვა ღმერთო ესეთი ცუდი უფროსიო რატო გამოგვიგზავნიო და თქვენ ქალაქში თქვენ რო გეკუთვნოთ ეგეთიო ვერ მაგაზე უარესი ვერ ვნახეო. ვერ ვნახეო. წარმოგიდგენთ აი ჩვენ მამო არასდროს არ uკვირდებით იმას რომ რაცოდვის გამო ეშვება ეს ამხელა ის. ხო აი თუ შეიძლება მაპატიეთ მამო, იმიტომ რომ შენ ახლა ახალი თემა წამოჭერი გიორგი 2 საათი მაგრამ ვესწრები რომ ცოტა ხანში ჩავედიო. რა თქმა უნდა პატერიქს ახლა მე ჩემით რა უნდა გითხრა. ერთი ადამიანი იტანჯებოდა წლები სნეულებით გიორგი და გამოცხადება ნახა რომ სთხოვა ღმერთს რამდენი ხანი დავიტანჯები კიდევ და 3 წელი კიდევ რა ცოდოა რომ უფალო რა და ანგელოზი გამოიცხადა და უთხრა როგორ გირჩევნიაო 3 წელი დაიტანჯო თუ 3 საათი ჯოჯოხეთშიო იყო. ჩაიყვანა ჯოჯოხეთში 3 საათი და ღმერთმა ყოლა საშოროს გიორგი ისეთი საშინელება 1 საათი არ იყო გასული რომ ყვირილი დაიწყო ამომიყვანეთ აქედანო რა და რატო დამტოვეო იქო რა დოქტორი ჯერ 1 საათიც არ იყო გასული. ოღონდ იქ აღარ მოხვდეო და თელი ცხოვრება თუ გინდაო ტკივილებსო ამ ტკივილსო რა. ეს მარტო იმ დალოცვილმა იცის გიორგი რატო? იცი ქრისტეს სახეში ხელს ვინ ურტყავდა? თვალი ვისაც აუხო. ხო ესეთი ქმულობა. ხო, ვისაც ხელი ქონდა და განკურნა გიორგი. ის წერია სვინაქსარში წერია. ის ვინც განკურნა ქრისტემ სახეში ურტყავდა ხელს, აბა გამოიცანე ვინავარო. ეს ჩვენ არ ვიცით გიორგი, ხა ღმერთი ჟალათიკი არ არის კაცო. რა იცის ვის რა ახლა ექიმთა რომ მევა ადამიანი ხო ექიმი რომ გასინჯავს ეთყვის რომ ფიზიკური აქტივობა არის საჭირო საკმარისია ზოგს ეთყვის აი 2 აბს გამოუწერს გეყოფა ზოგს ეთყვის რომ ბაკურიანში უნდა წახვიდე ერთი თვე და კარგად იქნება ზოგს ეთყვის რომ მოამზადეთ საოპერაციოა ქირურგიული ჩარევაა საჭირო ვის რა დონეზე აქვს სნეულება და რა დონის სოდვილია იმ უზენაესმა იცის ხოლოდ გიორგი რა და კარგი ცხენი მატრახს არ დაერტყავს მე არ გეგონთ ახლა რომ ვინც ცუდად არის ის ცუდია რაღაც მაგრამ ეს ახლა ჩვენ ყველაფერი არ ვიცით კაცო ახლა მე რო გითხრა რომ აი
ეს მაპატიე რა რაღაც რომ ვიღაცას რომ აი მაგალითად მოკლეს არა ეს უხეში შედარება უყურე ვიღაცა ბიჭი მოკლეს ხო და აი ხო იცი უფლისნების გარეშე არაფერი არ ხდება ესე იგი რა უფლისნება იყო რომ ის მოკლეს კაცო აი რაღაცა აშკარა ბოროტება რო ხდება ხო იცი რომ უფლისნების გარეშე რას ისტურლეს ამბობთ კაცო რას ქვია ეს კი ღმერთი ყოფილა თავარი დამნაშავე და რატო იჭერთ კაცო უფლისნებით მოუკვლიათ ეს ადამიანი და რატო იჭერთ ვერ გავი არ არის ესე კაცო ესე იგი რომ უფლისნების გარეშე არაფერი არ ხდება და ბოროტება უფლისნების გარეშე ხდება ხალხო ეს უფალს არ უნდა მაგრამ ის ხო ყოფილი ანგელოზე იმას თავისუფალი ნება აქვს და იქცევა ისე როგორც მას ადამიანს კლავს უფლისნებით აკლავს რა სისულელია ბოროტება არ არის უფლისნება მაგრამ ბოროტება ეშმაკი ღორში ვერ შედის თუ არ დაუშვა ღმერთმა დაშვება სხვა არის და განგებულება სხვა არის ხა ღმერთმა რომ შეწყვიტოს ჩვენი თავისუფალი ნება შეაჩეროს ხო ყველა 64-ში აღმოჩნდეთ მაგრამ ჩვენ ადამიანები კი აღარ ვიქნებით რა ადამიანს აქვს თავისუფლება მინეჭა უნდა ბოროტ გზას აირჩევს უნდა კეთილ გზას უნდა სიკვდილს აირჩევს როგორც დიდაქერში წერდა და უნდა სიცოცხლეს აირჩევს მაგრამ ეს უფლის ნება კი არ იქნება ეს თავისი ნებით ირჩევს იმას 8 მილიარდი მოსახლეობიდან გიორგი რამდენი ნარკომანია რამდენი მეზავია რამდენი ქურდი ანუ სამყარომ ცოდვილი გზა აირჩია გიორგი და ამიტომ ღმერთი მერე უშვებს მათზე აი ამ განსაცდელებს იქნება ცოტა გონზე მოხვიდე და არ წახვიდე ჯოჯოხეთში შვილო რა არ უნდა ღმერთს არც ერთი ადამიანის დაღუპვა არ უნდა და იოანე კონსტანტელი ამბობს გიორგი რომ ეს სოფელიო თლემარე მდგომარეობაშიაო და ღმერთიო მიწისძვრებითო მეწყერებითო კატაკლიზმებითო ამ ხელსო მიწისძვრისაო შეეშინდაო ზოგსო ოქროპირევს მე კიდე მისი გამომწვევი მიზეზების შემეშინდაო რატომ მოხდა ეს მიწისძვრა სადმე რომ მოხდება ეგრევე ვიძახეთ რა ცოდვილები არიან და შენ ცოდვილი არა ხარ კაცო სხვა რო ცოდვილი გონია შენ ცოდვილი არა ხარ რასაც სხვაზე იძახე გიორგი ის შენ თვითონ ხარ შენი თვალი არის შენი სულის სარკე შიგ სიბნელია სიბნელე ირეკლება სინათლეა სინათლე ირეკლება ხო ხო ისეთი კარგი თემა წამოჭერი მოდი შევინახოთ ეგ თემა გიორგი და მერე გავაგზელოთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ამაზე სასაუბრო და ჩვენ ახლა როგორც ვატყობ ეთერი იწურება და სამწუხაროდ ჩვენ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა შენ მადლობა გიორგი და იმ უამრა მინდა რომ ანა და ევა მარია რო არის ანა მარია და ევა რო არიან დები კახეთიდან კი იმათ მომილოცე სპეციალურად დაფადების დღე ძალიან საყვარელი ესეთი კუდრაჭა გოგო რო არის დები რო არიან მინდა მათი მშობლები მოვიკითხო და მათ მადლობა ყველა ნუგეშევს ყველა კარგ ადამიანს და ვინც არ მომილოცა იმათაც მინდა ძალიან დიდი მადლობა მამო რო არ შეწუხდით რომ მოლოცები და იმით რომ არ დაიკავეთ თქვენ ძირფასით რომ მადლობა მამო და ერთი კითხვა მაქვს მამო თუ შეიძლება ის სნეულს რო უთხრა რომ გამოგაჯამთველო თუ 3 საათი ჯოჯოხეთშიო ესეთ შემოთავაზება მექნება შემდეგში მამაო თქვენი სურათი აქ იყოს თუ ჭიქაზე რომელი გირჩევნეთ ანუ ამ ორიდან ერთი არც ერთი მაინც არც ერთი არა იცოდე გეხვეწე მითხარი მაინც ხო არის უკვე მანდ всё კაი მაშინ აქ იყოს ესე აიჭირე წარმატებით დიდი მადლობა აუცილებლად დაგიუნდებით 15 წუთში არ გატყდება ან წაიღებს ვიღაცა და მადლობა დიდი მე რა გავაკეთებინო გიორგი ხო კი ძალიან დიდი სიამოვნებით მომ მიყვარხარ ძალიან ბევრ ხალხს უყვარხართ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ვერ მოვასწარეთ საუბარი მადლობა რომ გაჩნდით მამო მე პირადად გუშინ მამო ხარობდი იმიტომ რომ თქვენი ყავით და გუშინ მართლა არ მომიწყენია იმიტომ რომ ისედაც არასდროს არ ვიწყე ხოლმე მაგრამ გუშინ განსაკუთრებით მე ის მიხარობდა რომ სწორს ვახარებ გიორგი მეტი არა დიდი მადლობა მართლა გვახარებ და მადლობა უფალს რომ ხართ აი მადლობა მართლა უფალს რომ აი 8 მილიარდ ადამიანში იქ გაჩნდით სადაც იქვე ახლოს მახლოს მე ვარ და ხანდახან მაქვს საშუალება რომ თქვენ გისმინოთ და მოგიწვიოთ აქ სტუმრად ხოლმე მადლობა ძალიან დიდი მამო მადლობა თქვენ მრევლს ნარიყალის მრევლს დიდი სიყვარულით პატივისცემა და დაგიბრუნდებით 15 წუთში აუცილებლად გეხვეწებით ზარებს შემოუშვებს სხვათა შორის შეგიძლიათ დარეკოთ ხოლმე ონც არაპოლიტიზირებული ზარები და აი ნახოთ ნახეთ რა კაი ეთერი იქნება დროებით წარმატებები